უბედურება, ასე ქვია გელა კანდელაკის ფილმს, რომლის ჩვენებაც საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა. ეროვნული არქივის მიერ აღდგენილი ხმითა და გამოსახულებით ავტორმა ნამუშევარი მრავალი წლის შემდეგ პირველად იხილა. ფილმის ორიგინალი ფირი მოსკოვის ფილმსაცავში ინახებოდა და მისი ჩამოტანა საქართველოში ეროვნული კინოცენტრის პროექტის კინომემკვიდრეობის დაბრუნების ფარგლებში მოხდა. დაგეგმილია ფილმის ფართო საზოგადოებისთვის ჩვენებაც. სურათი დავით ყტიაშვილის იმავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი. ეს ფილმი გადავიღე და მე ერთბაშად რუსეთი მოწერა წერილი რეზო ჩხეიძესო თუ კიდე მიცემთ ასეთ უნიჭოს და დილეტანტს ფილმს თქვენ დაიშვიდობებით თქვენ ადგილსო და რეზო ჩხეიძე მაიღო და იმ წელს ეგეთი კაცი იყო რეზო ენაცვალე ფესტივალზე გააგზავნა საკავშირო ფესტივალზე და ეს ფილმი ფესტივალზე გახდა ასე ვთქვათ ყველაზე პოპულარული განსაკუთრებით უცხოელებში. მამამ გამიკეთა ერთი სიკეთე, რომ უცხოელებმა გაიგეს და ოფიციალურად დამპატიჟეს ყველა ქვეყანაში. ასე რომ ფილმი აქ ფაქტიურად არც ვერც ნახა ხალხმა ისე შემოიარა ევროპა. ეს ის ერთ-ერთი ფილმია, რომელიც ჩამოვიტანეთ ჩვენ გოსფილმო ფონდიდან ამ 6 წლის განმავლობაში, რაც ეს პროექტი მიმდინარეობს, მე ვგულისხმობ კულტურის სამინისტრო, კინოცენტრი და ეროვნული არქივი ჩართული ამ პროექტში და წელს გადაწყდა ამ ფილმს ჩაგვიტარებინა ამ ფილმის ციფრული რესტავრაცია.